ესე იგი დავიწყოთ ყველაზე basic რაღაცებით რა. პირველ რიგში სანამ კომპიუტერიდან ამის გამოერთებას დავიწყებთ, კომპიუტერს აქვს უკან ესეთი კარტო გამოდის ღილაკი, რომელიც აუცილებლად გამართოთ. ოკეი, შემდეგი. განვიხილოთ რა. ყველაზე ადვილი ეს არის ვიდეო კარტა, ბანძი ვიდეო კარტა მაქვს, მოდი გავიდანაც. აზრი არ აქვს, კაი. ბანძი ვიდეო კარტაა GTX 650 Nvidia-ს ვიდეო კარტაა. ეს არის ვიდეო კარტა. ეს არის პროცესორის კულერი, ეს შეიძლება ბევრნაირი იყოს, ანუ აქედან შეგხედებთ, ეს არის რადიატორი, რომელიც აი ამ კულერით ტრიალებს აცივებს და ეს რადიატორი ადგას პროცესორს. და ეგ პროცესორს აცივებს მერე ეს თვითონ გაცებული რადიატორი. ხო. აი, აქეთ ეს არის BIOS ელემენტი, ამის ამოღებით და უკან ჩადებით BIOS-ი ნულდება. და default მნიშვნელობაზე გადადის ამის ამოღებით. კი ბატონო, აქ არის ოპერატიული სლოტები, ჩემ დედაპლატას აქ 4 ოპერატიული სლოტი და აი ჩვეულებრივად აქედან დგაც. კაი, 2 წუთი. ესე ჯობია ჩემი აზრით. ესე იგი, აქ ესე დგაც, რომელთაც ესე, ანუ ჩემ დედაპლატას მარტო ზევით აქვს ქვევით და ქვევით არა აქვს რა. ზოგ დედაპლატას ესე ორივე ქვევით აქვს, რაღაც შემოწმე მე ჩასვა ოპერატიულს და ჩატკაც უნდება რა, დიდი არაფერი. ხო, ზოგადად ყველაზე ეგრეა რა, მეორე და მეოთხე სლოტში როცა დებ, უფრო მეტ რესურსს იყენებს კომპიუტერი ოპერატიულის რა. კი ბატონო, აქეთ არის პროსტა ჩვეულებრივი კულერი, გასაწვენდია. აქეთ არის კულერები აგრეთვე, კიდე რომელიც ანუ ესეთი პრინციპია რა. ეს არის წინა კულერები, აქედან შემოდის ჰაერი, მთლიან кейს გაივლის და აქედან ამას გააქვს ჩვეულებრივად რა. კი ბატონო. ესე იგი, ეხლა გადავიდეთ მოდი კაბელებზე და განვიხილოთ დეტალურად. კი ბატონო, ესე იგი, ეს არის ვიდეო კარტის შესაერთებელი, აი აქ უკვე შეერთებული მაქვს. ანალოგიური ზუსტად. არის 6 პინიანი რა. ჩემი ვიდეო კარტა ძველია, როგორც წეგნო თქვი 650 GTX-ია. ახალ ვიდეო კარტებს მაგალითად შეიძლება გქონდეთ 8 პინიანი რა. ეს აქ უმაგრდება, просто ერთი ხელით ორშევი და იქნება 8 პინიანი. ჩვეულებრივად. კი ბატონო, ესე იგი. ეს არის შემდეგი ნაირი ტიპის კაბელი. ეს არის კვების კაბელი, რომელიც მიდის Winchester SSD-მდე. აი, ეს ზედა მაქვს Winchester-ი, აქ არის ქვევით SSD. ამას Winchester და SSD-ს ცალკე განვიხილავ, ჯერ მოდი კაბელები გავიაროთ. ხო, ეს არის კაბელი, რომელიც მიდის უშუალოდ Winchester SSD-მდე, რასაც მიაქვს კვება. აქაც კიდე ერთი ესეთი, ეს არის უკვე კვების კაბელი, რომელიც აი წინ კულერები მაქვს კულერის კაბელებთან მიდის რა. აი, რო შევადაროთ რა. ეს უფრო წვრილი ტიპია, რომელიც Winchester SSD-მდე მიდის და ეს არის კულერებისთვის ეყენებ, მაგრამ ამას აქვს კიდე ორი ვარიანტი რა. ამას აქვს კიდე მეორე ვარიანტი, რომლის ფოტოსაც აი ხა ხედავთ. ხო, ну ჩვეულებრივად აი ეს კაბელი ერთდება ამაში და ორი ესეთი კაბელი გინდა, აი როგორც ფოტოში ჩანს და მერე საბოლოო ჯამში გამოვა ისევ აი ესეთი კაბელი, როდესაც ანუ ზოგ კვების ბლოკს შეიძლება არ ქონდეს 8 პინიანი რა და მარტო აი ესეთი 6 პინიანი ქონდეს და ისეთი კაბელის მეშვეობით შეგიძლია 8 პინი გახატო რა. კი ბატონო, ესე იგი, აგრეთვე წეგან ლაპარაკობდით კაბელები, რომელიც მიაქვს დენი Winchester SSD-დე, ასევე Winchester და SSD-ის კაბელი არის SATA კაბელი. SATA კაბელს უშუალოდ აქვს ესეთი ფუნქცია, რომ ჩაწერილი Winchester-ზე ნებისმიერი ინფორმაცია მოიტანოს დედაპლატამდე. აი ეს არის SATA კაბელები. ამ შემთხვევაში ჩემთვის ერთი Winchester-ის კაბელი, ერთი SSD-ის კაბელია რა. კი ბატონო, აქ რა კაბელებსაც ხედავთ, ეს კაბელები განაპირობებს აი ჩართვა გამორთვის ღილაკების ფუნქციონალი აქვს, დიდი არაფერი საინტერესო. კი ბატონო, ავედით აქ. ეს არის დედაპლატის კვების კაბელი, რომელიც არის 24 პინიანი. ანუ ჩვენ ამაზე გავიარეთ, რომ ესე იგი, რომ ეს იყო 6 პინიანი და ეს იყო 8 პინიანი. ეს არის ყველაზე დიდი კვების კაბელი, რომელიც დედაპლატაზე მიდის, ამას მიაქვს კვება ოპერატიულთან და მთლიან დედაპლატასთან, რომელიც არის 24 პინიანი, ამასთანაც აი აგრეთვე აი ეს 4 ცალი, ჩვეულებრივად აი აქ ზოლს თუ ხედავთ 4 ცალი ძვრება და ანუ შეიძლება იყოს ეს 24-იანია და შეიძლება იყოს 20 პინიანი ჩვეულებრივად.
ესე იგი, გარდა ამ კაბელისა, რომელსაც დედაპლატამდე მიაქვს დენი, ასევე არის ერთი კაბელი, აი ესა, მოდი ამას შემოვატრიალებ, ზუსტად ანალოგიურია, აი როგორც ეს არის 4-პინიანი, აი ზუსტად ეგეთი 4-პინიანი კაბელი არის, აი რომელიც აგერ არის შეერთებული. ეგეც დედაპლატაზე შედის ჩვეულებრივად. აი ესე კარგად ჩანს უფრო. დედაპლატაზე შედის, მაგ კაბელს მიაქვს პროცესორამდე, აი იქ პროცესორი რო ზის ჯიგარი, პროცესორამდე ყვება. მარტო პროცესორამდე მიაქვს ამას. ესე იგი, ამას მიაქვს ოპერატიული და თლიან დედაპლატამდე და ცოტა მიაქვს პროცესორამდე აგრეთვე და ეს არის თავიდან ბოლომდე, ეს არის თავიდან ბოლომდე, რომელსაც მიაქვს პროცესორამდე. ხო, მოკლედ ახლა მან ბოლოს ხედავდით 4-პინიანი, რომელსაც პროცესორამდე მიაქვს ყვება რა. ასევე ეს 4-პინიანი შეიძლება იყოს 6-იანი ან 8-იანი, მაგრამ ანუ ესეთი განსხვავებაა რა. თუ არის 6-პინიანი ან 8-იანი, ყოველთვის ამბობენ ხოლმე 4+2 ან 6+2 რა, რომ განასხვავონ, აი ვიდეო კარტასთან ხო იყო 6-პინიანი და 8-პინიანი რა, და ვიდეო კარტასთან როცა შეერთებული მაგაზე ამბობენ რომ 6-პინიანი, 8-პინიანი და როდესაც ეგ დედაპლატაზე რაც მიდის, მაგას ამბობენ 4+2 და 6+2 რომ განასხვავონ რა. კი ბატონო, მოდი გავიაროთ ახლა ყვების ბლოკი რა. ყვების ბლოკი, აი ახლა ჩემს აქედან გამოსდის კაბელები რა, მაგრამ არსებობს მეორენაირი ყვების ბლოკი, რომელსაც აი აქ აქვს უბრალოდ შესაერთებლები რა. ესე იგი, ეს ყვების ბლოკი რაც წეღან ნახეთ, აი ესეთი რაღაცა რო არ დაგემართოთ რა, ეს კაბელები მე აი აქ პროსტა ესე მიდევს ხოლმე ძირს, რომელიც არ მჭირდება. აი ეს ყვების ბლოკი წეღან ფოტოში როგორიც ნახეთ, აი აქედან რო შეაერთებ, ანუ ძალიან კომფორტულია, რომ აღარ მოგიწევს ზედმეტი კაბელების შეერთება და უფრო ლამაზია რა. და კაბელ მენეჯმენტიც უფრო კარგი იქნება რა. ეხლა ჩემი კაბელები მაგალითად იქიდან შედის, მე აქედან გამოდის და აი ესე მოდის რა. და ეს კაბელები ზედმეტები აქ მიდევს, რომელიც ლამაზად არ გამოიყურება ხოლმე არასდროს. კი ბატონო, გავიაროთ ახლა ყვების ბლოკიდან რას შეეხება ყვების ბლოკს. ესე იგი, ნებისმიერ ყვების ბლოკს აქვს ესე მონაცემები. აი მაგალითად, ჩემი არის 500 ვატიანი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ყვების ბლოკმა უნდა გაატაროს 500 ვატი, მაგრამ არის ხოლმე ორი ვარიანტი რა. აი აქ წერია 12 ვატი, ანუ 12 ვატზე რამდენი ამპერი გადის? აი 12 ქვევით 51 და ესენი რო გავამოռალოთ ერთმანეთზე, ეგ არის 492. ანუ რეალურად ამ ყვების ბლოკს მართლა 500 ვატი გააქვს რა, მაგრამ ეხლა მე ფოტო ჩაგისვათ. ხო, ну ამ ფოტოში რაც ეხლა თქვენ ნახეთ, მაგ ფოტოში რეალური 500 ვატი არ გადის რა, რადგან აი 12-ს რეალურად რო გავიგოთ რამდენი ვატიანი, აი ეს 12 რო წერია, 12-ის ქვევით რაც ეწერება, მაგაზე გავამრავლებთ. ანუ მაგ გამრავლებით რეალურად გავიგებთ რამდენ ვატს ატარებს რა. ანუ ის ფოტო რაც ეხლა თქვენ ნახეთ, ეგ იმას ნიშნავს, რომ იქ ყვების ბლოკი რეალურად არ ატარებს 500 ვატს. ეგ არის აი ჩვეულებრივი ჩინური ყვების ბლოკების ისაა რა, ხრიკია რომ 500 აწერენ და ვინც არ იცის, ვა, უი 500-ია ეგონება და იყიდეს. კი ბატონო. ასევე არის მეორე რაღაცა, აი აქ 80+ სერტიფიკატი რა. რას ნიშნავს ეს 80+ სერტიფიკატი? ანუ ცოტა გლეხურად რო ავხსნათ რა, ეს 80+ სერტიფიკატი გიცავს იმისგან, რომ რამე გადაგეწვას მოკლე ჩართვის დროს, ანუ როდესაც ყვების ბლოკი იყენებს თავის მაქსიმალურ სიმძლავრეს, ეს 80+ სერტიფიკატი ჩალიჩობს იმას, რომ ამ როცა მაქსიმალურადაა დატვირთული, თვად მაქსიმუმი არ გამოიყენოს და დაახლოებით 80% გამოიყენოს, რაც მერე განაპირობებს იმას, რომ ვაი და რამე მოხდეს, მოკლე ჩართვა ან რამე, უცბად რამე არ დაიწვას რა. მოკლედ ძალიან კაი ტიპია 80+-ი ყვების ბლოკებში. ეხლა მოდი გავიაროთ Winchester SSD თემა რა. ეს არის Winchester, რომელიც მაქვს ლეპტოპიდან ამოღებული და მაგითო ესეთი პატარა თორე სინამდვილეში ეს თავიდან ბოლომდე უნდა იყოს შევსებული. ეს არის SSD, რომელიც არ აქვს მნიშვნელობა ლეპტოპის იქნება თუ ჩვეულებრივი კომპიუტერის, მაინც ესეთი პატარა. ასევე არსებობს M2 SSD. კი ბატონო, ეგ იყო M2 SSD. მოდი გამიხილოთ ახლა SSD-ები. ხო, ამ რაკურსიდან იმიტომ ვიღებ, რომ ძალიან კარგად არის განათება. კაი, ესე იგი გამიხილოთ SSD-ები რა. SSD Winchester-ისგან როგორც განსხვავდება, არის პირველი სისწრაფე და მეორე იმითი, რომ ყოველთვის უფრო კომპაქტურია SSD რა, იწეღან M2-ის
ფოტო ნახეთ, ეგ ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, და არა ამხელა რაღაცა. აი რითო ეხა ჩავსვავ პატარა ფოტოს, ანუ აი Winchester-ის და SSD-ის, აი უშუალოდ დიდი SSD, რაც კომპიუტერისთვის არის და არა ლეპტოპისთვის, აი რაც მე მეყენა მანამდე, როგორი განსხვავება ზომაში. ეხლა ესე იგი განვიხილოთ SSD და Winchester-ი რა. Winchester-ი და SSD რო შევადაროთ ერთმანეთს, წეღანაც თქვი რა. SSD უფრო სწრაფად მუშაობს ზოგადად და უფრო მარტივად ირთვება. ჩემი გენაცვალეთ. ხადა ნუ მოკლედ რა. Winchester-ი და SSD მაგით განსხვავდება. კიდე ეხლა კიდე ერთ ფოტო ჩავსვავ რა. ანუ აი სად ერთდება კვების კაბელი Winchester-ი SSD-ში და ასევე SATA კაბელი, რომელსაც მიაქვს ნებისმიერი ინფორმაცია. მოდი ბარემ სანამ ლაპარაკს გავაგრძელებდეთ, კიდევ განვიხილოთ ესეთი რაღაცა რა. აი ამ ფოტოს დააკვირდი ძალიან კარგად. ანუ მაგ ფოტოში არის ესეთი რაღაცა. ჩვეულებრივად რა, როდესაც კომპიუტერში დისკი შედის რა, რა ხდება ამ დროს? ეს დისკი იწყებს ტრიალს და ამ ტრიალის დროს იკითხება ის ინფორმაცია, რაც იმ დისკზე წერია რა. მე CD ჩვეულებრივი CD, რასაც ქვია რა, მოკლედ რა. ხო, და Winchester-იც იგივე ჩათვალე ეგეთი დისკია რა, რომელშიც სპეციალური მოწყობილობაა, ფოტო წერანაც ნახე, სადაც აი ესე დისკია, რომელიც ტრიალებს. და ეგ არის Winchester-ი, რომელიც მანდიდან კითხულობს ის ინფორმაციასაც მანდ გაქვს ჩაწერილი რა. ხო, ნუ კი ბატონო რა, ნებისმიერი Winchester-ი SSD შეიძლება იყოს აი როგორც 120 გიგაბაიტიანი, 500-იანი, რავი 1000, 1 ტერაბაიტიანი, 2 ტერაბაიტიანი, 4, რავი ძალიან ბევრი მოდიფიკაციის არსებობს რა. აგრეთვე და ნუ აი თავარი ფუნქცია Winchester-ის რაც არის, რომ მანდ ინახება ნებისმიერი ინფორმაცია, რასაც კომპიუტერში წერთ რა. ესე იგი, გავიხოთ ეხლა ცალ-ცალკე რა. Winchester-ი არის, სადაც ინახება ნებისმიერი ინფორმაცია, რასაც წერთ. ოპერატიული მეხსიერება RAM-ი ეგრეთ წოდებული არის, აგრეთვე ტიპი, რომელშიც ინფორმაცია ინახება, მაგრამ ეს ინფორმაცია ინახება მხოლოდ მაშინ, როდესაც კომპიუტერია ჩართული რა. ანუ ესე იგი, ამ ოპერატიულში მივა, ეს ინფორმაცია დამუშავდება ოპერატიული და მერე ისევ მიდის უკან კომპიუტერთან დამუშავებული ინფორმაცია რა, რომელიც რა თქმა უნდა რო გამორთავ, არაფერი არ სეივდება რა. Winchester-ში რა თქმა უნდა ყველაფერი სეივდება. კი ბატონო, Winchester-ი, ესე იგი, ოპერატიული, განვიხილოთ პროცესორი. ნუ პროცესორი ახლა ყველასთვის ნაცნობი რაღაცა თავი რა, რომელიც ყველაფერს ხარშავს. ყველაზე მთავარი მოვლენები ხდება პროცესორში რა. პროცესორს უწევს ყველაფრის გადახორჩას საბოლოო ჯამში და ყველაზე ისეთი ტიპია რა, cool. კი ბატონო. ასევე Winchester-ი პროცესორი, ესე იგი, Winchester-ი პროცესორი განვიხილოთ. ახლა ნუ გადავიდეთ კვების ბლოკზე რა, კვების ბლოკი, რაც განახეთ მანამდე ჩვეულებრივად. ესე იგი, ეგ კვების ბლოკი რა შვება რა? ნუ ძალიან ადვილი პრინციპია, ასე რომ ვთქვათ. ანუ კვების ბლოკს ასახილდა გამომდინარე, კვება მიაქვს ნებისმიერ დეტალამდე რა. ნუ არა უშავს ეს მინდა და მაინც რომ ეთქვა. ოკეი, კაი, კიდე დავჭერ თუ არა რამე, მოიცა? ანუ ერთადერთი რაც არის, რომ ანუ ესენი არის ძირითადი ნაწილები რა. და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება გაგრილება რა, თავიდანაც განახეთ რა. წინა კულერები, რომელსაც ჩემო ჰქონდა და უკანა კულერი, რომელსაც გააქვს რა. ეს არის გაგრილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომპიუტერი, ლეპტოპისთვის ასევე. და ასევე პროცესორი, რომელსაც ცალკე აქვს თავისი გაგრილება, მაგრამ ეხა პროცესორი არის ისეთი ტიპი, რომელიც აი თავიდან ხვდით, რომ ხარშავს ყველაფერს რა, მაგის გამო ცოტა იგრუზება. და უფრო ცხელდება რა. და რადგან ცხელდება, მაგას უფრო ცოტა ისეთი გაგრილება უნდა რა. რა თქმა უნდა და ნუ მანდ არის ესეთი რაღაცა, რომ თერმოპასტა ისმევა პროცესორზე სპეციალურად, რომ უფრო ადვილად გაგრილდეს რა. რა თქმა უნდა, ოღონდ ეს კულერი რაც პროცესორს არ დგას რა, ყველა კულერი განკუთვნილია თავისი პროცესორისთვის რა. ანუ მაგალითად ეხლა მე ჩემი რადიატორი რაც იყო, ეგ კარგად აგრილებს. მანამდე მქონდა აი პროსტა პატარა კულერი, რომელსაც მიმჯდარია. მოდი მაგის ფოტოსაც ჩავსვავ. კი ბატონო, ეს იყო აი პატარა კულერი, რომელიც მიმჯდარია და აი მაგალითად ძალიან სუსტი კულერია რა, ჩემ პროცესორისთვის ვერ გაჩავდა რა. ნუ მოკლედ რო ვთქვათ რა, ნებისმიერი პროცესორისთვის რო გინდოდეს კულერი, ნებისმიერი არ წავა რა. ყველა პროცესორს უნდა სპეციალურად თავისი კულერის არჩევა, გამომდინარე თავისი ეს რა ქვია, გაგრილების დონისგან გამომდინარე. ხო, ნუ მოკლედ სულ ეს იყო.
თუ რამე შეკითხვა იქნება, მოწყეთ.